წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. Შესაბამის ერთობლივ განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ავრცელებს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათივე შეფასებით კონფლიქტის შედეგები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზეც ექნება. საქართველოს პოლიტიკური ძალები ამ საკითხზე განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ. ქვეყნის შიგნით გაკეთებულ განცხადებებსა და პოზიციებზე საუბარს მაგდა ბლუაშვილი გააგრძელებს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაგდა, გისმენთ. ცოლა თუ არა რიტორიკა ქართულმა ოცნებამ უკრაინის მისამართით ახლა ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა გახლავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ გაეროს 50-ზე მეტი ქვეყნის საერთო გზავნილი რუსეთის მისამართით, თუმცა პოლიტიკურ შეფასებებს აღნიშნულ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდები. მანამდე უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ მაშინ, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, გუშინ აღნიშნა სწორედ უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ უკვე ვიხილეთ, როგორც უკვე გითხარით, გაეროს 50-ზე მეტი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მთავარი გზავნილი, რომლის მიხედვითაც ისინი რუსეთს მოუწოდებენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს მთავარი გზავნილი საზოგადოება სწორედ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო, სადაც მან ბუნებრივია ისაუბრა ომის შეწყვეტაზე და იმაზე, რომ ომის შედეგები უკვე უკრაინის საზღვარს გასცდა. რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება წელიწად ნახევარზე მეტი აითხოვს. უკრაინას მშვიდობა სურს, ჩვენც გვინდა მშვიდობა. კატეგორიულად მოუწოდებთ რუსეთს უპასუხოს სრული დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლის მომცველი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში. ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ კვლავ მტკიცედ დავუდგებით უკრაინას გვერდით. გაეროს წესდების შესაბამისად, სამართლიან და მდგრად მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ამ საერთო გზავნილის შემდეგ კი, როგორც უკვე გითხარით, თან ამ გზავნილს შეუერთდა ჩვენი ქვეყანა საქართველოს, განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. განსაკუთრებით კრიტიკული გზავნილებით გამოირჩევიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი კრიტიკა მიმართულია სწორედ ქართული ოცნების მისამართით. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მართველი გუნდი ახლა ორმაგ თამაშს თამაშობს, მეტიც ისინი ამბობენ იმას, რომ ახლა მმართველმა პარტიამ შეიცვალა რიტორიკა უკრაინის მისამართით, რადგან მათივე განცხადებით ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ რუსეთი ომში წარმატებას ვერ აღწევს. სწორედ აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გარკვეულწილად შეარბილა ტონი ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მისამართით. ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ შეიცვალა რიტორიკა, იხტუნავა იქით-აქეთ. რამდენიმეჯერ ამ ტიპის მოწოდებებით საქართველოს ხელისუფლება მიუერთდა გაეროში დემოკრატიულ ქვეყნებს, მაგრამ თავარი არის ქვეყანაში რას აკეთებს. ის, რასაც ქართული ოცნება ქვეყანაში აკეთებს, ეს არის რუსული საქმის კეთებათან ღიად და სწორხაზოვნად. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, თუ სინამდვილეში რა პოზიციაზე არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი, ისინი ბოლო წლების მანძილზე ამ პოზიციებს ახმოვანებდნენ, ამიტომაც არის დასანქცირებული ივანიშვილის თავარი პროპაგანდისტული საშუალებები, თუმცა დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს და მათ შორის ივანიშვილის წევრების, რეჟიმის წევრებიც ხედავენ და ივანიშვილიც ხედავს, როგორ კატასტროფულად მარცხდება რუსეთი, ამიტომაც საკუთარი ყავის გადარჩენაზე ფიქრობს ეს ხალხი და ცდილობენ გარკვეულწილად შეცვალონ რიტორიკა, იმიტომ რომ შიში აქვს, რა თქმა უნდა, უკრაინის, რომელიც ხდება რეგიონის დომინანტი პოლიტიკური ძალა და ხედავენ რუსეთის დაჩაჩანაკებულ მდგომარეობას. ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების უკანდახევას უკრაინის საკითხზე, ხოციც კი ხედავს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს არსებითი ტაქტიკური ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას და რა თქმა უნდა, შესაბამისად ქართული ოცნების უპრინციპო, უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა უკრაინაზე შედარებით უფრო შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ და ისიც კი გაახსენეთ, რომ თურმე საქართველოში ცხოვრობენ უკრაინელი ბავშვები, ვისაც დახმარება ჭირდება, თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება ხოლმე წელიწადში ერთხელ და თურმე ანძად შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერები.
იმის ფონზე, რომ ახლა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ შეიცვალა გარკვეულწილად რიტორიკა უკრაინის მისამართით, მაინც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ სწორედ ქართული ოცნება ემსახურება კრემლს და ისინი ატარებენ რუსულ საქმეს ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, ჩვენ მოვისმინეთ მმართველი გუნდის წევრების პოზიციაც აღნიშნულ საკითხზე, დავუსვით მათ კითხვები რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ ასეთი პასუხი, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, არანაირი რიტორიკა საქართველოს ხელისუფლებას არ შეუცვლია, რადგან ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ამის მაგალითად ახლა სახელისუფლებო გუნდში მოყავთ ის, რომ არაერთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი იყო, ქართულმა ოცნებამ დაუჭირა მხარი და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ასეთი ტიპის ასობით რეზოლუცია არსებობს. ჩვენ სამართლის მხარეს და სიმართლის მხარეს ვიქნებით ყოველთვის. და ეს იყო 701 რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს შეუერთდა. შეუერთების 702-ს და 703-საც, სადაც ოკუპაციის საკითხებზე იქნება საუბარი. საქართველოს ყოველთვის ცნობდა უკრაინის ტერიტორიულ თლიანობას, აგრესიას და ოკუპაციას ყოველთვის გმობდა, ისე ვამბობ, 700-ზე მეტ რეზოლუციას ავართ მიერთებული და მომავალშიც ასე მოიქცევა. ასე რომ არაფერი სიახლე იმაში, რომ საერთაშორისო სამართლის მხარეს იქნება საქართველოს, ამაში არ არის და არც მომავალში იქნება. მაყურებელს უნდა შევახსენოთ ისიც, რომ გასული წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი კრიტიკული გზავნილი გვახსოვს ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების მისამართით, თუმცა ურთიერთობა გარკვეულწილად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ სომხეთში ევროკავშირის სამიტზე ვიხილეთ ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გარკვეულწილად შეხვედრა და ამის შემდგომ უკვე არაერთი შეხვედრაც გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, სადაც ურთიერთობების გადატვირთვასაც იყო საუბარი. სწორედ ამის ფონზე ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი გუნდი ორმაგ თამაშს თამაშობს, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ თავად ქართულ ოცნებაში და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იდგა და მომავალშიც დადგება უკრაინელი ხალხის გვერდით.